მოსამართლედ ის ჯდია, ვინც თვითონ უნდა სამართლდებოდეს ნიურნბერგის პროცესით. სისტემური დანაშაულის გამო. და რატო ვამბობ ამას? წულუკიანი, როცა იუსტიციის მინისტრი იყო წლების განმავლობაში, მისი დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტრო უწყებაზე უშვებდა საახსრულებო ფურცელს და მე საქართველოს სამარცხვინო ფურცელი ასე დავარქვი, რომელსაც ვინახავ, როცა წულუკიანის უწყებამ ზუსტად იუსტიციის სამინისტრომ, ახსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუგზავნა ერთ ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი იყო. 2 წლის, 6 წლის, 9 წლის და 12 წლის. ვალიდად უნდა გამოგასახლო, რომელსაც 800 ლარის გულისთვის გაუყიდა ერთ-ერთმა მიკროსაფინანსო სახლი. 800 ლარისთვის ყველაზე ნაკლები 150,000 ღირებული სახლი და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. და მე ძალიან მაინტერესებს, როცა წულუკიანი დღეს ნაციონალურ მოძრაობას ასამართლებს თავისი ფიქრით. ამ სისტემას რატო არავინ არ ეხება? თუ კარგად დავერბორკებული ეს თქვა მინდა ამ წუთში ვეხმარობდი, რომ მაგრად შეესაბამება შეფასება სტრასბურგისგან. კარგად დამუშავებული კადრია წამოსული და კიდევ მორიგ შოუს მართავენ. რატო არავინ არ ეხება იმ სისტემას, რომელსაც ფულად საკრედიტო სისტემა ქვია და რომელიც სისტემური დანაშაულია ამ ქვეყანაში, რომელმაც უამრავი ოჯახი შეიწირა, რომელმაც დაშალა ოჯახები და უბრალოდ მსხვერპლი ადამიანები ძალიან ბევრი მოინელა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გარდაიცვალნენ კიდევაც. ამ სისტემას რატო არ ეხები წულუკიანო? ამის დრო არ დადგა? ამას თქვენ ხელისუფლებაში უკვე მე-13 წელიწადია უყურებ და იქეთ იმ ნაცების იმაში. უბედურება ის არის, რომ ერთად ხართ გასასამართლებელი. იმიტომ რომ თქვენ სისტემური ცვლილება ვერც ერთმა ვერ შეძლებთ და დღესაც ახსრულების ფურცელი და აუქციონზე ჩვეულებრივად იყიდება საქართველო. თქვენ რომელი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები ხართ, რომ დაჯდებთ და თურმე წინა ხელისუფლებას ასამართლებთ, რომლებმაც არანაირად არ შეცვალთ ის პოლიტიკა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამიტომ დიახაც ეს შენობა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მარაზმი, ეს სახელმწიფოს გაყიდვა, აი ეს უპატიებელი დანაშაული ვამბობ, უპატიებელი დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე ყველამ აგოთ პასუხი ამ სისტემაზე. კიდე კარგი მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და არის დღეს რომ ვამბობთ რომ იმის ომის პარტია და ასე შემდეგ და რა ჯანდაბაკია პირზე მეკერას უნდა დამავიწყდა ის პოლიტიკა იმაში მსოფლიოშიც ვითომ იცვლება. იქაც მორიგი თამაში მიმდინარეობს. იქაც აი ის რაღაც პოლიტიკა მოჩვენებითი, რომ ხალხს დაანახონ ვითომ რაღაც იცვლება უნდა, მაგრამ დიდება უფალს უფლის ხელი მუშაობს უკვე. და ისეთი შიში დაგეუფლებათ, არა ტრამპისგან, არა პუტინისგან და არა ზუსტად იმ უფლის, რომელიც არ აგწამთ და მხოლოდ რიტუალს აღსრულებთ. მარტო ახლა პასკას მიუტანთ ვიღაცას მოხუცთა თავშესაფარს და ბავშვთა სახლებს და პიარს გაიკეთებთ ამით. აღარ არის უკვე ამის დრო. ძალიან რომ უნდოდეთ, მილიარდელებიც კი ვერ შეძლებენ, უკვე ერთბაჭად რო გაიღონ ყველაფერი. არა, მოგროვილი რაც გექნებათ ამ წლების განმავლობაში, აი იმით ის იქნება თქვენი საზღაური და მე ეჭვება რამე გქონდეთ მოგროვილი, იმიტომ რომ 12-მაგიც არა, რამოდენიმე სტანდარტი გაქვთ. ამას ყველას მისამართით ვამბობ აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩემთვის, ჩემი სამშობლო, ჩემი ერი მართლა, ჩემი ხატია. და სხვა არც ვერც წარმომიდგენია ვერსად, არც ცხოვრება და საერთოდ არც მინდა. და ბევრჯერ მიფიქრია, რო არა უდიდესი რწმენა უფლის, ასე თუ გაგრძელდებოდა ცხოვრება, დედამისაცაც კი არ მინდოდა, მაგრამ ზუსტად იმ რწმენა მომიყვანა აქამდე, რომ ბოლო სიტყვა უფალს ეკუთვნის და ყველგან ხედავ უფლის ხელს აბსოლუტურად. ყველგან, სადაც კი გაიხედავ. და დიდი არ არის დარჩენილი ჟამი იმის, რომ ნამდვილი სიმართლე ითქვას ყველგან და ყველას. ყველას მიმართ. ყველას სახე აბსოლუტურად იქნება გაშიფრული და იმხილება სულ ყველა. რა ვქნა, მომიტევეთ, უბრალოდ არ მინდოდა ვამბობ, აი ამ პირდაპირის ჩაწერაც სანამ
არ გამოვიდოდით პრესკონფერენციით და არ ვიტყოდით ჩვენ სათქმელს, ერთ რამეს ყველას ვეუბნები, რომ ერთადერთი სწორება, რომელიც გვაქვს და ერთადერთი ცენტრი ქართველებს კი არა, უკვე ვიტყვი მთელ მსოფლიოს ამას ძალიან გაბედულად, არის მამა ნიკოლოზი თავისი მოწამეობრივი ცხოვრებით, თავისი მდუმარებით, ამავიდით და ცოტა ხნით ენა გააჩერეთ როგორია. და წლების 19 წელი, როცა ამდენი ინფორმაცია გადიცი და მდუმარე იყო, მისი ღვაწლი უბრალოდ ელემენტარულად ერთი დღე შეძელით რომელიმე. და როცა ერს ამხელა ჯილდო გერგო და თუ იმას კაი გაგებით ვამბობ, არ გამოიყენებ და იმ ცენტრის გარშემო არ გავერთიანდებით ყველა, მაშინ მართლა დასაბუთი ღირსი ვართ ყველაფრის. ასე რომ მე სწორება პირდაპირ ვამბობ მაგ მამა ნიკოლოზზე დიდება უფალს, აქ ჩვენ მოვაწყობთ დარბაზს და დიდი წმინდანის მეშვეობით შევძლებთ დიდება უფალს ვამბობ, ამას გავბედე პირდაპირ ვამბობ, გაბედვა უნდოდა რომ ეს მეთქვა ესეც, მაგრამ არავითარი პოლიტიკური პარტია, არავითარი რამე გაერთიანება, ყველასთან მივედი და ვერსად ვერ ვნახე გამჭვირვალე სიმართლე. ყველგან რაღაც ღურღუტია, შიგნით ხდება, იმალებიან, ის მე არ ვარ, ის ვარ, რაც ვარ, აგერ ვარ და პირდაპირ ვამბობ, დასამალი არაფერი არ მაქვს. და დიახ, არ გვეშინია, არ მეშინია, იმიტომ რომ მართალი ვარ და სიმართლე ყველაფერზე დიდია, ეს არის ქრისტიანობა. სიმართლე უნდა უთხრა იმ მსოფლიო ბოროტს, მასონს, რომელსაც თავის შნირად წულუკიანები ყავს და დღეს გამომიფხიზლდა ეს გოგო ვითომ და წლების განმავლობაში ქართველთა წიოკიროა ამ ქვეყანაში თავის სამშობლოში და მტერს რატომ მქონდა მე 100 და 500 ლარის გულისთვის ბანკებში სამათხოვროდ საქმე წასასვლელი და მე ყველას გულისხმობ იმას ვინც ასე გაუყენეთ მთელი მსოფლიოს გზას და ტყეში გაბნეული ხეცივით იხოცება ქართველები და ვინ საიდან ჩამოასვენები და ზოგს ჩამოსვენებაც კი არ აღესწრა თავის სამშობლოში დამარხვა. რამ გამოიწვია შედეგიდან არ ვიწყებ, მიზეზიდან ვიწყებ და მიზეზის გამოსწორებას დღემდე ვერ ვხედავ. დღემდე ვხედავ მარტო იმას რა ქვია ოკუპირებულ რო იტყვიან ყველაფერს ბიზნეს ან სად არის ჩვენთან ბიზნესმენები. ყველა შეთანხმებულია საპატრიარქოზე ხო საერთოდ რა უნდა ვთქვა. ერთი ორი დიდი მეძავი ერთმანეთში გადახლართული. საერო და სასულიერო ხელისუფლება. არც ის არის საერო და არც ეს არის სასულიერო. ჩემზე ბევრჯერ იტყვიან ხო პატრიარქს არაფერს არ ვლანძღავ. ფაქტს ვამბობ, ფაქტს. როცა შენი ერი ამ დღეშია და შენ იხჩობი სიმდიდრეში. მაგრამ ჩვენ ერთი რამისთვის გვეკუთვნის, ჩვენ უფალს დავშორდით. ჩვენ იმიტომ რომ სოვდაგარი ერი არა ვართ და არ ეკადრებოდა ქართულს აი ესე ვაჭრობა სულიერებაში მოვიკოჭლეთ. და ყველაზე დიდი, ზუსტად ყველაზე დიდი დანაშაული ამაში ზუსტად იმ სულიერ მოძღვრებს აქვს, რომლებმაც რიტუალამდე დაიყვანეს ზოგადად, მაგრამ ეს მსოფლიო პოლიტიკა იყო, მაგრამ დიდება უფალს საქართველოში გენეტიკურად რწმენას ვერავინ ვერ ამოშლის და იმიტომაც ვდგევართ ფეხზე და მე ბევრგან მიყრუებულ სოფელში, ბევრგან წავაწყნი მართლა მორწმუნე ადამიანებს და დიდება უფალს ყველაზე მეტად კიდევაც ვამბობ იმ წმინდანების მეშვეობით, რომლის მადლს ეგრე ეძალებოდა ხალხი და ფაქტიურად მოძღვრები უკრძალავდნენ იმასთან არ მიხვიდე ამასთან და თქვენ წარმოიდგინეთ მდუმარებაში მყოფ ადამიანს იმ ხელა მრევლი ყავს ჯარი დგას ფეხზე, იმიტომ რომ ძალას გრძნობს, მართლა ვინც ქრისტიანია და ვისაც უფალი ყავს, გულში ის გრძნობს მის მადლს, მის ძალას და ამიტომ ყავს. ასე რომ დიდება ჩვენ წმინდანებს, მე ქრისტეს აღდგომას ყოველი დღე გილოცავთ 365 დღე წელიწადში, რადგან ეს ერთ დღეს არ უნდა გახსოვდეს და არც კვერცხის შეღებით შემოიფარგლები და პასკა როგორი ვაცხოთ. გვეყოფა რა ეს ფრონცკი მონწყები და ძალიან აგთხოვთ, შიგნით შეიმოსეთ რწმენით, სიმართლეზე თვალი არსად არ დახუჭოთ, წაქცეული ფეხზე დააყენეთ. აი ეს არის შენი რწმენა და არა რელიგია ვამბობ. არა, ჩვენ მორწმუნე ერი და არა რელიგიის მიმდევარი. ჩემთვის განუყოფელია ზუსტად და გეუბნებით ბევრჯერ ტირილი მომინდა ხოლმე
საწყალ გაუბედურებულ კაცში გადარჩენისთვის თქვა შეიძლებოდა რაღაც ისეთი ეთქვა რომ გადარჩენილიყო უიტყვის ვერ ვიტყვი იმ ხელა იყო მასში სიმართლე ესერი ვართ ჩვენ იამაყე ქართველო ვამბობ ქართველო ვისაც იბერიული ფესვია ისეა დაკავშირებული ამ ქვეყანას ღრმად ძალიან რომ მიწის გულიდან ამოაქვს დედამიწის სიყვარული, უფლის სიყვარული, ბუნებრიობა ვამბობ, ბუნებრიობა რა არის ჩვენი განსაკუთრებული ბუნებრიობა, ჩვენ არ გვინდა გადავაკეთოთ, იმიტომ რომ უფალმა ისე ლამაზად შექმნა გამჩენმა, ისე კარგად არ უნდა ამარს გადაკეთება და 1000 რამის შეცვლა და შემოცვლა. ასე რომ ჩემო ერო არ მინდოდა ვამბობ ამ პირდაპირ ჩაწერა მანამ სანამ უკვე მოწოდებით არ გამოვიდოდით რომ მოდით, მაგრამ ძალიან მალე დავიძახე პირველ რიგში ვამბობ ჩვენი უდიდესი მამაოსი მამა ნიკოლოზის მრევლი უნდა შევიკრიბოთ აქ ყველა ჩვენი მისია გვაქვს აუცილებლად არა მარტო იკარებთან დგომა და დამელოცე მამაო ყველას ლოცავს და მის მხრებზე დგას ზუსტად დღეს თუ ფეხზე არის საქართველო და წმინდანთა ჯაჭვზე რომელიც მართლა უწყვეტია ჩვენ ქვეყანაში ერშიც ბევრი დადის სუფთა ადამიანი მე ჩემი თვალით ვნახე დიახ კიდევ ერთხელ გეტყვი ჩემო იბერიელთა მოდგმა მიყვარხარ ვიყოთ მართლები გამბედავები და მამაცები აქ სხვანაირი ისედაც ვერ შემოვა ამას ითხოვს დღეს სამშობლო რადგან ყვავყორნებისგან ნამდვილად გასაწმენდია და რასაც ჩვენი ხელი ვერ შეძლებს რაც კაცთათი შეუძლებელია ხვისთვის არის ღვთისთვის შესაძლებელია და როცა მართლები ვიქნებით, რა თქმა უნდა, შეგვეწევა. აბა გლოცავთ და უფლის მფარველობა გქონებოდეს.